პუტინის ხელისუფლება ქართულ ოცნებას დადებული პირობის შესრულებას თხოვს. სტატიას ამ თემაზე რუსული პროპაგანდისტული გამოცემა „იზვესტია“ აქვეყნებს, რომელიც ამ მასალას თან ურთავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. აი რას წერს გამოცემა. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად აღიარა, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიაყენა დარტყმა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ბოდიშს მოიხდიდა აგვისტოს ომის გამო. მაგრამ არჩევნებზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ არანაირი მოქმედება ამ მიმართულებით არ გვინახავს. წერს გამოცემა „იზვესტია“. ამავე სტატიაში ისინი აღწერენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს, სადაც მოსკოვი თბილისის პირობებს უყენებს. რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რადგან თბილისის სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოხატულ პოზიციას ინარჩუნებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. ეს არარეალური მოთხოვნაა და საზიანოა თავად საქართველოსთვის. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებების შეუქცევადია. ბურთი საქართველოს მხარესაა, რომელიც ჩვენი აზრით ამით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირ ამბობს, რომ არანაირი რესურსი არ არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის აღდგენისა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არ შეინარჩუნებს წინა ხელისუფლების პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა არ გაგრძელდება და ეს ბუნებრივია რუსეთისთვის წარმოადგენს წითელ ხაზებს. ქართულმა ოცნებამ მიიღო პირდაპირ გზავნილი კრემლიდან, რომ ბურთი ახლა მათ მოედანზეა, რადგან რუსეთის მხრიდან, ასე ვთქვათ, რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარება, ეს გადაწყვეტილება არის შეუქცევადი პროცესი. ბუნებრივია საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადების შემდეგ ჩვენ კითხვები დავუსვით ქართული ოცნების წარმომადგენლებს, მათ პოზიციასთან დაკავშირებით გვაინტერესებდა გადაჭრის და მკაფიოდ შეუძლია თუ არა ქართულ ოცნებას თქვას, რომ ვიდრე რუსეთი უკან არ წაიღებს საკუთარ პოზიციას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების და სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ქართული ოცნება არ აპირებს არც ერთი ფორმით დიპლომატიური ურთიერთობები ან დიალოგი აღადგინოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლები გადაჭრით ამ კითხვაზე პასუხს ვერ გვცემენ. ჩვენ რა თქმა უნდა დეოკუპაციის პროცესი უჭერდით და დავუჭერთ მომავალშიც მხარს და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიან ფორმატში მოვახდენთ ერთად თანაცხოვრებას ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ჭირდება ნაბიჯების გადადგმა. და ეს ნაბიჯების გადადგმა რა თქმა უნდა ასევე იქნება მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ იმ პრინციპების დაცვით, რასაც ქვია თანაცხოვრება ერთიან საქართველოში აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ეს იყო და არის და იქნება ჩვენი მთავარი პრინციპი. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეს პრინციპი იყო და იქნება. დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება რუსეთთან, ვიდრე უკან არ წაიღებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს. შეგიძლიათ დავიდასტუროთ ეს? საუბარი საერთოდ არ არის და არც ყოფილა დიპლომატიურ ურთიერთობებზე. საუბარი ერთადერთი შეიძლება იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიმეორებ იმ პრინციპზე, რასაც ქვია ერთიან საქართველოში თანაცხოვრება ჩვენს აფხაზ და ოს დაძმებთან ერთად, ამ საკითხთან და ამ ფორმატში შეიძლება იყოს გარკვეული დიალოგი. ჩვენ არ ვიცი რუსეთის რომელი მაღალჩინოსანი რა განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ჩვენ გაცხადებული გვაქვს და ვთქვით, რომ არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენთან არ იგეგმება რუსეთის ფედერაციასთან. სანამდე მათ აქვს ასეთი აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების მიმართ, ცხინვალის და აფხაზეთის მიმართ. ეს არის და ეს. გაიგო თუ არა გზავნილი და პირობა ქართულმა ოცნებამ, ეს არის ახლა მთავარი კითხვა, საინტერესოა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია გააშხერა საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს არც საგარეო საქმეთა მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მინისტრის და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი თუ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით. საინტერესოა ამ გზავნილ
და ამ განცხადებასაც კიდევ ერთხელ ხომ არ დატოვებს უპასუხოდ ოფიციალური თბილისი.